რეზინის ზამბარით მომუშავე თვითმფრინავი შეიძლება დაიტვირთოს ენერგიით, რომელიც შემდეგ გამოიყენება პროპელერის დასატრიალებლად ფრენისათვის. და მიუხედავად იმისა, რომ კარგად აწყობილი თვითმფრინავი შთამბეჭდავ ფრენის ხანგრძლივობას აღწევს, რეზინის ზამბარის დატვირთვას მალას მაინც დრო სჭირდება. ამიტომ მინდა ავაწყო 21 საუკუნის დასახვევი თვითმფრინავი, თანამედროვე აგების ტექნიკითა და სუპერკაპასიტორებით, რომელიც ხელის გენერატორით რამდენიმე წამში დაიტვირთება და ფრენის დრო ბევრად გადააჭარბებს დატვირთვის ხანგრძლივობას. ეხლა ენერგიის ელექტრონულად შენახვა სუპერკაპასიტორში ძალიან განსხვავდება რეზინის ზამბარისგან, მაგრამ მათ აქვთ გარკვეული მსგავსებაც, რადგან სუპერკაპასიტორი შეიძლება დაიტვირთოს ხელის გენერატორით ელექტროენერგიის წარმოებისთვის. და ეს უკვე გავაკეთეთ წინა პროექტში, სადაც ავაწყე დიდი რადიომართვადი თვითმფრინავი, რომელიც ბატარეის ნაცვლად სუპერკაპასიტორებით იკვებებოდა. მაგრამ ხელით დატენვას 2 წუთზე მეტი სჭირდებოდა და ფრენის დრო ოდნავ ნაკლები იყო, ვიდრე 2 წუთი. ამიტომ რომ გავზარდოთ ფრენის დრო და დატენვის დროის თანაფარდობა, მოდი თვითმფრინავი უფრო პატარა და ეფექტური გავხადოთ. პატარა რეზინის ძრავიანი თვითმფრინავებისთვის გავრცელებული მასალაა ბალსასხე, რადგან ძალიან მსუბუქია, მაგრამ მასთან მუშაობა საკმაოდ ბევრ დროს მოითხოვს, რაც პროტოტიპირების მიზნით მინდა ავიცილო. ამიტომ მე ამ თვითმფრინავს სამგანზომილებებიან პრინტერზე დავბეჭდავ. სამგანზომილებიანად დაბეჭდილი პლასმასი ოდნავ უფრო განძლეა, ვიდრე ბალსასხე და უფრო განძლეა მაშინაც კი, როცა თვითმფრინავი საბოლოოდ ჩამოვარდება. მაგრამ ის ასევე ბევრად უფრო მძიმეა, დაახლოებით 6-ჯერ მეტი სიმკვრივით. მაგრამ ჩემი აზრით, თვითმფრინავის რამდენიმე წუთში დაბეჭდვა დიდი მიღწევაა და კარგი დიზაინის შემთხვევაში მაინც ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ძალიან მსუბუქი ავაშენოთ. ჩვენ უბრალოდ გვჭირდება მეთოდი, რომ მარტივად დავფაროთ ფრთების ზედაპირები. სამგანზომილებიანი ბეჭდვის ადრეულ დღეებში ყოველთვის რთული იყო ნაბეჭდების საბეჭდ პლატაზე მიკრობა და გავრცელებული გადაწყვეტა იყო მალარის ლენტის გამოყენება, რომელიც საბეჭდ პლატას ტექსტურ ზედაპირს აძლევდა, რათა ნაბეჭდები უკეთ მიკრულიყო. ეხლა რასაც ვფიქრობ არის ის, შეგვიძლია თუ არა ეს გამოვიყენოთ, რომ სამგანზომილებიანი ნაბეჭდი პირდაპირ დავაკრათ თხელ ტიშიუს ქაღალდზე და ასე შევქნათ ფრთების ზედაპირები. და საბედნიეროდ, რადგან თანამედროვე სამგანზომილებიან პრინტერებს აქვთ მაგნიტური საბეჭდი პლატები, შემიძლია მაგნიტები გამოვიყენოთ ტიშიუს ქაღალდის ადგილზე დასამაგრებლად. მოდით ნახოთ, იმუშავებს თუ არა ეს. მაგნიტებს ასწდა. ეს კარგი ნიშანია. მოდით დამატებითი ადგილი შევასოთ. და ეკრის ქაღალდს. კარგად გამოიხურება. არ ვხედავ, რომ რომელიმე კიდე იწევდეს. და ბეჭდოც კარგად ჩანს. ეს შეიძლება მართლა იმუშაოს. კარგი, ბეჭდვა წარმატებით დასრულდა. ეხლა მოგხსნათ მაგნიტები და ვნახოთ, რამდენად კარგად მიეკრო ეს ქაღალდს. იცი რა, მგონი. ეს მართლაც საოცრად კარგად მიეკრო. ეხლა კი მხოლოდ კიდეებზე უნდა მოვჯრა და ფრთამზადა. ეს ძალიან მაგარია. შემდეგ ფრთიდან ზედმეტი ქაღალდი მოვჭერი და გამოვბეჭდე საცდელი ფიუზელაჟი, რომელსაც წინა ნაწილში სიმძიმე აქვს, რომ პლანირების ტესტები ჩავატაროთ. და ასევე გამოვბეჭდე კუდის ნაწილი იგივე ტიშიუს ქაღალდის ტექნიკით. და ამ გლაიდერის საერთო წონა მხოლოდ 3.8 გრამია. მაგრამ დაფრინავს? კარგი, დავიწყოთ. ეს ძალიან კარგად სრიალებს. ის ძალიან რბილად დაფრინავს. კარგი, ეხლა შევადაროთ მას ქაღალდის თვითმფრინავს. ასე რომ ჯერ ქაღალდის თვითმფრინავი. სრიალებს ნორმალურად. სამგანზომილებიანი პრინტერით დაბეჭდილი თვითმფრინავი. როდესაც პატარა გლაიდერმა დამაიმედებელი შედეგები აჩვენა, დაიწყე გაცილებით დიდი თვითმფრინავის დიზაინი, რომელსაც შეუძლია სუპერკაპასიტორისა და ძრავის დარება. ამიტომ ეს ახალი ფრთა 3 ნაწილად დაიბეჭდა და მე გამოვიყენე მოხრილი შაბლონი და ცხელი ჰაერის ფენი, რომ სამგანზომილებიანი ნაბეჭდი მოღუნე ფრთის პროფილის ფორმაში. მაგრამ ფრთის სექციების ერთმანეთზე წებოვნების შემდეგ აშკარა გახდა, რომ ის ძალიან მყიფე იყო. ამიტომ ახალი ფრთა 2 ნახევრად დავბეჭდე და შევქმნი რთული ფრთის სტრუქტურა, რომ იმედია უკეთესი ფორმა შეენარჩუნებინა. ფიუზელაჟისთვის თავდაპირველად მინდოდა ასეთი სამგანზომილებიანი ბეჭდვითი სტრუქტურა გამომეყენებინა, მაგრამ ბევრი პროტოტიპირების შემდეგ რთული აღმოჩნდა ერთდროულად შენარჩუნებულიყო როგორც სიმტკიცე, ასევე მცირე წონა, როგორც პიჩის, ასევე იავის მიმართულებებში. ამიტომ გადავწყვიტე ბევრად უფრო მარტივი და მსუბუქი დამამერჩია, ნახშირბადის ბოჭკოვანი ღერო. ფრთა შეიძლება ნახშირბადის ბოძზე მიერთდეს მჭიდრო ჩამჯდარი ღარებით, ასე რომ თვითმფრინავის სტრიმინგისას ფრთის პოზიციის შეცვლა შემდგომში შეიძლება. შემდეგ დავბეჭდე კუდის ნაწილი, რომელიც დაახლოებით სწორი ზომის ჩანდა და იგივე პრინციპით ერთდება ნახშირბადის ბოძზე. შემდეგ თვირთზე შეიძლება მიმაგრდეს ფოლადის ჭანჭიკი, როგორც წონა, რათა ჩატარდეს სრიალის ტესტი. და თავდაპირველად ჩანდა, რომ ძალიან კარგად სრიალებდა. ფრთები ზევით იხრებოდა, რათა შეექმნა დიედრალი და უზრუნველეყო კრენის სტაბილურობა, ხოლო თვითმფრინავი ნელა და ლამაზად დაფრინავდა. მაგრამ შემდეგ ეს მოხდა. თავდაპირველად ვიფიქრე, რომ ცუდად ვისროლე, მაგრამ როცა თავიდან უყურე, აშკარა გახდა, რომ ფრთებმა ჰაერი დაიჭირეს და მოკეცეს. ნამაც თვითმფრინავი უკონტროლო პიკირებაში გადაიყვანა.
და მაშინაც კი როცა სწორად ვისროლე, ფრთა ზოგჯერ ირხეოდა და მიწისკენ ეშვებოდა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ფრთის ფართობი ნაკლებია, როგორ დაფრინავს ეს ახალი დიზაინი? კარგი, მოკლე ფრთის სრიალის თესტი. არ მჯერა, როგორ კარგად დაფრინავს ეს რაღაცა ესეთი პატარა ფრთით. და ჩვენ ნამდვილად გადავჭერით ფრთის მოღუნის პრობლემები. ასე რომ ფრთის მოღუნვის პრობლემა გადავჭერით და როგორც ჩანს, კარგად სრიალებს, მაგრამ ნამდვილად არ გავს მაღალი ეფექტურობის ფრთას. ის უფრო პარაშუტს გავს თავისი მოკლე და კვადრატული ფორმის გამო. ფრთის კვადრატულობა გამოწვეულია მისი მოკლე განივი სიგრძით და დიდი სიგანით. ამ ზომებს შორის შეფარდება ცნობილია როგორც ასპექტის თანაფარდობა. ამ კონკრეტულ ფრთას აქვს დაბალი ასპექტის თანაფარდობა, რაც შესანიშნავია სტრუქტურული მიზეზებისა და მანევრირების უნარისთვის. მაგრამ, როდესაც ფრთის ქვედა მხარეს არსებული მაღალი წნევის ჰაერი ფრთის ბოლოებს შემოუვლის, ის ქმნის დიდ მორევებს, რაც ზრდის ინდუცირებულ წინააღმდეგობას და ამცირებს ეფექტურობას. მაგრამ თუ ჩვენ გავზრდით ასპექტის თანაფარდობას ფრთის სიგრძის გაზრდით, ფრთის ქვედა მხარეს არსებული წნევა გადანაწილდება უფრო დიდ სიგრძეზე, რის შედეგადაც ფრთის ბოლოებთან მორევები გახდება უფრო მცირე და იმედია ინდუცირებული წინააღმდეგობა შემცირდება. და ჩვენ შეგვიძლია ასპექტის თანაფარდობა კიდევ უფრო გავზარდოთ ფრთის სიგანის შემცირებით, რაც მას უფრო მეტად ამსგავსებს ნამდვილ ფრთას. და ასევე მჯერა, რომ მოკლე ფრთის სიგანი ნაკლებ აეროდინამიკურ ტორსიულ დატვირთვებს მიიღებს, რადგან წნევის ცენტრი უფრო ახლოს იმოქმედებს ფრთის სტრუქტურულ ცენტრთან, რაც იმედია შეამცირებს გრეხის მომენტებს. ამიტომ ეს ახალი ფრთა ორ ნახევრად იბეჭდება ერთ ფურცელ ტიშუს ქაღალდზე, რაც მას ანალოგიურ ზედაპირის ფართობსა და წონას აძლევს წინა ფრთასთან შედარებით. როდესაც ისინი ერთმანეთს დავაწებენ და თბილი ჰაერის აპარატით აერფილის ფორმა მივეცი, დრო იყო კიდევ რამდენიმე ტესტისთვის. საინტერესოა, რომ ამ ახალ ფრთას ვერტიკალურ მიმართულებაში საკმაოდ დიდი მოქნილობა აქვს, რაც სინამდვილეში კარგია, რადგან თვითფრინავს ბუნებრივ დიედრალურ კუთხეს აძლევს, რაც ფრენისას როლის სტაბილურობას უზრუნველყოფს. და როგორც ჩანს, ის აღარ არის ისეთი მგრძნობიარე ტორსიული დატვირთვების მიმართ, როგორც პირველი ფრთა. ასევე შევნიშნე, რომ გლაიდის კუთხე ოდნავ უკეთესია ვიდრე მოკლე ფრთის შემთხვევაში, რაც ვფიქრობ გამოწვეულია ინდუცირებული წინააღმდეგობის შემცირებით. ეხლა დრო ავაწყოთ სუპერკაპასიტორი და ძრავის ერთეული, რათა მივიღოთ ბიძგი. და ამ თვითფრინავის ზომიდან გამომდინარე გჭირდება კონდენსატორი, რომელიც იქნება როგორც მსუბუქი, ასევე საკმარისი ენერგიის შემცველი, რომ მივიღოთ ნორმალური ფრენის დრო. მე სუპერკაპასიტორები ბევრ ჩემს წინა პროექტში გამომიყენებია და როცა კონდენსატორები მცირდება ზომაში, მათი ენერგიის სიმკვრივეც მცირდება, რადგან კონდენსატორის შეფუთვისა და მაოთულების წონა უფრო დიდ გავლენას ახდენს. ამიტომ ცოტა ხანი მონაცემთა ფურცლებს კითხულობდი და ვიპოვე პატარა კონდენსატორების ბრენდი, რომელსაც შედარებით მაღალი ენერგიის სიმკვრივე აქვს. და თუ ან ცხვილს დამატებით სვეტს დავამატებ, რომელიც ენერგიის სიმკვრივეს აჩვენებს, ნახავთ რამდენად იზრდება ის უფრო დიდი კონდენსატორებისთვის, სადაც 100 ფარადიანი კონდენსატორი დაახლოებით 6 ჯერ უკეთესია, ვიდრე 1 ფარადიანი კონდენსატორი. თუმცა 100 ფარადიანი კონდენსატორი 20 გრამს იწონის და ეს თვითფრინავისთვის ძალიან მძიმეა. შემდეგ ამ მსხვილიდან ყველა მნიშვნელობა ამოვიღე, რათა ენერგიის სიმკვრივისა და ტევადობის გრაფიკი შემექმნა. ამან საინტერესო მრუდი აჩვენა. ენერგიის სიმკვრივე სწრაფად იზრდება პატარა კონდენსატორებისთვის და შემდეგ 10 ფარადიანი კონდენსატორის შემდეგ იწყებს გასწორებას. ამიტომ გადავთვლით 10 ფარადიანი კონდენსატორები შემეკვეთა, რადგან ისინი ენერგიის შენახვის კარგი ბალანსია და მხოლოდ 3 გრამზე ოდნავ მეტი წონით იდეალური უნდა იყოს ამ თვითფრინავისთვის. შემდეგ ვიყიდე მიკრო ჯაგრისიანი ძრავები, რომლებიც ხშირად გამოიყენება პატარა სათამაშო დრონებში. და ისინი ჩვეულებრივ მუშაობენ ერთუჯრედიან ლითიუმის ბატარეაზე, რომლის ძაბვაც დაახლოებით 3-დან 4 ვოლტამდე მერყეობს. და ისინი იყენებენ ამ IAP დაბალი ხარისხის პროპელერებს, რადგან ეფექტურობა მათი მთავარი პრიორიტეტი არ არის. მაგრამ რადგან სუპერკაპასიტორები მაქსიმუმ მხოლოდ 2.7 ვოლტზეა გათვლილი, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ოდნავ დიდი და უკეთესად დაპროექტებული პროპელერი, რაც ეფექტურობის გაუმჯობესებაში უნდა დაგვეხმაროს. შემდეგ მე სამგანზომილებაში დავბეჭდე მსუბუქი სამაგრი, რომელიც აერთიანებს კაპასიტორსა და ძრავს და თვითფრინავის წინა ნაწილზე მაგრდება იგივე ხახუნის მეთოდით, როგორც ფრთა. შემდეგ რომ თვითფრინავი დავმუხტო, შემიძლია გამოვიყენო ჩემი ხელნაკეთი სამგანზომილებიანი დაბეჭდილი ხელით სატრიალებელი გენერატორი, რომელიც წინა ვიდეოში ავაწყე. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ არ მაქვს მეთოდი, რომ გავიგო, როდის არის თვითფრინავი სრულად დამუხტული. ამ გენერატორზე ჩამონტაჟებულია ვოლტმეტრი, მაგრამ ის მხოლოდ მაშინ ითვება, როცა დაახლოებით 3 ვოლტი მიეწოდება. და რადგან კონდენსატორები გათვლილია 2.7 ვოლტზე, ეს შეიძლება გამოიწვიოს მათი აფეთქება. ამიტომ ვიპოვე პატარა ანალოგური ვოლტმეტრი, რომელიც ზომავს 0-დან 3 ვოლტამდე, რომელსაც შემიძლია სამგანზომილებიანად დაბეჭდილ კორპუსში ჩავამონტაჟო და საჭირო მავთულები მივაერთო თვითფრინავის დასამუხტად. და ეს იდეალურად მუშაობს, რადგან გენერატორს კონდენსატორზე ვაერთებ და სულ რამდენიმე წამში ვახერხებ მის დამუხტვას. შემდეგ კი ძრავს ვაერთებ, რომ დაგროვილი ენერგია ბიძგად ვაქციო.
და თვითმფრინავის საერთო წონა მხოლოდ 15.6 გრამია. ფრთის ფართობის ერთეულზე წონა კი ქაღალდის თვითმფრინავზე ნაკლებია. მოდით ნახოთ, გაფრინდება თუ არა. ის იმდენად მაღლა არ აფრინდა, როგორც მე ვიმედოვნებდი, რადგან თვითმფრინავს ფრენის პირველ ნაწილში საკმაოდ მაღლა უნდა აფრენა, რომ კონდენსატორში არსებული მთელი ენერგია გამოიყენოს. მაგრამ მოდით ისევ დავატრიალოთ და კიდევ ერთხელ ვცადოთ. ხო, მას პიცგის საკმარისი არ აქვს. საბედნიეროდ მაქვს ოდნავ უფრო დიდი ძრავა, რომელიც საკმარის ბიძგს უნდა გამოიმუშავებდეს. ასევე თავიდან დავაპროექტე ფრთის სამაგრი, რომ ფრთა უფრო მაღლა ავწიო, რადგან ეს ანცირებს ჰაერის ნაკადის დაბრკოლებას პროპელერის უკან. და რადგან წევის ხაზი ახლა ფრთის ქვემოთაა, ეს ბუნებრივად უნდა გამოიწვიოს თვითმფრინავის აწევა ფრენის საწყის ეტაპზე. შემდეგ, როცა კონდენსატორი დაიცლება, თვითმფრინავი გასწორდება და ნელა დაიწყებს დაშვებას. იმედია, კონდენსატორში დაგროვილ მთელ ენერგიას გამოიყენებს ფრენის დროის მაქსიმალურად გასაზრდელად. კარგი, დღეს თესტირების დღეა. აქ დაახლოებით -2 გრადუსი ცელსიუსია, მაგრამ საერთოდ არ ქრის ქარი, რაც იდეალურია. ეს კარგია, ეს კარგია. დაერთე დამტენის კაბელი და უკვე 9 ვოლტზეა, ასე რომ აშკარად დარჩენილი იყო რაღაც დამუხტვა. მაგრამ თუ დავატრიალებთ, მაშინვე 2.5 ვოლტს აღწევს. სასიამოვნო და მარტივია. აი წავედით. ვაუ, ამას ძალიან დიდი ძალა აქვს. ვიბრირებს. არა. თავბრუს ხვევა მეწყება. ვაუ, ეს ბევრად უფრო მაღლა ავიდა ვიდრე ველოდი. ეს მართლა ძალიან კარგად დაფრინავს. კიდევ ერთ წრეს გავაკეთეთ. ამჯერა რამდენ ხანს იფრინა? ეს ძალიან მაგარი იყო. კარგი, ასე რომ ამ ფრენის შემდეგ დაახლოებით 9 ვოლტზე ვართ. მოდით ნახოთ, რამდენად სწრაფად შევძლებ მის დატემას. ეს საკმაოდ სწრაფი იყო. მივდივარ კიდევ ერთ სასტელ ფრენაზე. ასე რომ, ვაერთებ მას. ეს კარგი ფრენაა, საკმაოდ მაღლა ავიდა. ვაუ, ეს მართლა ძალიან მაღლა ავიდა. ხობეზე არ გადაფრინდე, თორემ სველ ბალახზე დაეშვები. მოდის. იდეალურია. ორი ძალიან წარმატებული ფრენის შემდეგ თვითმფრინავი დავტენე და კიდევ ერთ ფრენაზე წავედი. მაგრამ თვითმფრინავს აწევა გაუჭირდა. ვიფიქრე, რომ შესაძლოა ნესტიან და ნისლიან ამინში ქაღალდის მასალას ტენიანობა შეეწოვა და თვითმფრინავის წონა გაეზარდა. და კიდევ რამდენიმე ფრენის შემდეგ ნესტიანმა ქაღალდის ფრთა მთლიანად დაკარგა სიმტკიცე. ამიტომ გამოცვალე და დავაყენე უფრო მოკლე ფრთა, რომელიც სხვა სათადარიგო ფრთებთან ერთად ყუთში იდო. მაგრამ მასაც არ უნდა დაფრენა. შეხედე ამას. ეს ფრთებია, რომლითაც რეალურად არ მიფრენია, უბრალოდ სათადარიგოები იყო. ვიცი, თავიდან საკმაოდ მოქნილი იყო, მაგრამ ეს უკვე აბსურდია. და ყველა ასეთია, უბრალოდ ამ ცივ ნისლიან ჰაერში ყოფნისგან. ასე რომ, მგონია, რომ ეს თიშიუს ქაღალდის თვითმფრინავები ან 7 ზაფხულის ღამეების უნდისთვის უნდა შევინახო, ან დახურულ სივრცეში ფრენისთვის. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ თიშიუს ქაღალდი თენიანობას ვერ უძლებს, ის რომ პირდაპირ ქაღალდზე შემიძლია სამგანზომილებიანი ბეჭდვა, ნიშნავს, რომ სრულიად ახალ თვითმფრინავს 20 წუთზე ნაკლებ დროში ავაწყობ.
და თვითმფრინავისთვის, რომელიც მხოლოდ 4 წამის დატრიალებით 45 წამი დაფრინავს, ვითხოვდი, რომ ეს ამტკიცებს, რომ სუპერკაპასიტორები ნამდვილად ეფექტური საშუალებაა თანამედროვე დასახვევი თვითმფრინავის შესაქმნელად. დიდი მადლობა ყურებისთვის.